მე-15 დავალება, ნახოთ პირობა. ელენემ 5 დღეში ამოხსნა სულ 75 სავარჯიშო, ისე რომ ყოველდღიურად უფრო მეტ სავარჯიშოს ხსნიდა, ვიდრე წინა დღეს. სავარჯიშოების რა უმცირესი რაოდენობა შეიძლება ამოეხსნა ელენეს მე-5 დღეს. ეს ამოცანა გარკვეულწილად ლოგიკის ამოცანასაც კი განეკუთვნება, რადგან მოითხოვს უფრო მეტად კოგნიტურ აზროვნებას. რაც შეეხება უშუალოდ ელენესთან დაკავშირებით, მოგვეხსენება, რომ 5 დღის განმავლობაში აკეთებდა იგი სავარჯიშოებს და ხსნიდა და მთავარი შეზღუდვები აქ რომ ვთქვათ, რომ აქ არის არითმეტიკული პროგრესია, ამას დაბეჭდებით ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ მაშინ უნდა იყოს სხვაობა პირველი დღიდან მეორე დღემდე რა ტემპით ზრდის იგი ამოცანების ამოხსნის ინტენსივობას, მაგრამ ეს მოცემული არ არის. უბრალოდ ამბობს, რომ იგი იზრდება და გამოირჩევა ზრდადობით. რატომ არ ამბობს ამოცანა, რატო არ ამბობს, რომ უდიდესი რაოდენობა შეიძლება ამოიხსნა? ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ პირველ დღეს თქვათ ეს იქნებოდა ერთი ამოცანა, მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს მესამე და ასე ვთქვათ, ეს იქნებოდა ძალიან მარტივად გასაკეთებელი ტესტი. თავარი ბრწყალებში მოღამი ამ ტესტის აქვს, რომ უნდა ვეძებოთ რა მაქსიმალური მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს პირველმა დღემ ამოცანების ამოხსნისა, რადგან მეორე, მესამე და მეოთხე, მეხუთე დღე თავის მხრივ დამოკიდებულია პირველ დღეს. აი მაგალითად რო ავხსნით. თუ მე დავუშვებდი იმას, რომ პირველ დღეს იგი ამოხსნის 20 ამოცანას, მეორე დღეს აუცილებლად მას მინიმუმ 21 უნდა გაეკეთებინა, მესამე დღეს მინიმუმ 22, მეოთხე დღეს მინიმუმ 23, რაც ჯამში ცხადია, რომ 75-ს უკვე აჭარბებს. ამიტომაც ნუ აქ გავაკეთე შერჩევით, მათემატიკაში ერთ-ერთი პრინციპი არის სწორედ ესეთი მოსინჯვის შერჩევის პრინციპი. და თუ დავაკვირდებით, მართლაც აღმოვაჩენთ, რომ პირველ დღეს 13 ამოხსნა, მეორე დღეს 14, მესამე დღეს 15, 16 და ბოლოს იქნებოდა 17. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ზუსტი პასუხი და ამოცანა არც გთხოვს, რომ ზუსტად ნახეთ. კითხვაში არის შეიძლება, ანუ ალბათობას უშვებს, რომ ისეთი ვარიანტი მოძებნეთ, რომელიც ამას აკმაყოფილებს. 17 რო დავტოვოთ და ადგილები შევუცვალოთ პირობითად 13, 14 და 15-ს, საკმაოდ შესაძლებელია, იმიტომ რომ აი მაგალითად 13 გახდეს 12, 14 გახდეს 13 და ამართ ხარჯზე მოხდეს, ანუ გადანაწილება მთლიანი ამოცანების. ეს ძალიან რთულ ვარიანტში, მაგრამ ამოცანა ამდენს არ ითხოვს აპლიკანტისაგან. ეს ერთი პირობაც საკმარისია იმისათვის, რომ გავცეთ თავარ კითხვას პასუხი და ეს პასუხი არის, რომ 17 უმცირესი რაოდენობა, რომელიც ელენას შეეძლო ამოიღო, უმცირესი. თუ ვიღაცა გკითხავს, რომ 16 შესაძლებელიაო, ეს იქნება შეცდომა და თქვენ თავადვე შეგიძლიათ თუ 16-ს მოსინჯავთ 17-ის ნაცვლად, ერთი რომ 75 არ თავდება, სურდება და მეორე რომ დაირღვა პირობა, რომ ყოველი მომდევნო მეტი უნდა იყოს წინასე. ასე რომ პასუხი არის გ 17.